პირველ რიგში ეს როგორც ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა 11 დეკემბერს გამოქვეყნებული ეს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ამ დოკუმენტის მთავარი ნაწილი სწორედ ის ნაწილი იყო, რომელშიც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აი ამ მონროს დოქტრინას ემატებოდა რაღაც ტრამპის დანამატი, ხო, ტრამპ კოლორალი, რასაც ამ დოკუმენტში უწოდეს და პრაქტიკულად ნათქვამი იყო, რომ აქ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აი ამ ნახევარსფეროზე სრული დომინაცია უნდა დაამყაროს და არ უნდა დაუშვას თქვა ძირითადი მოწინააღმდეგეების, ანუ გეოპოლიტიკური მეტოქეების მიერ ამ რეგიონში ფეხის მოკიდება და უნდა შეეცადოს მათი გავლენის განეიტრალებას აი ამ ნახევარსფეროში. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს იყო ცენტრალური მომენტი და პირველი ტესტი სწორედ აი ამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისთვის აღმოჩნდა ვენესუელა და აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის კვლავ თქვა რაღაცა ესეთ მოქმედებებს დაუბრუნდეს. აქ ბევრჯერ შეადარეს, სხვა ბევრი პარალელი იყო თქვა იგივე ამერიკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა რეჟიმ ჩეინჯ ოპერაციებთან დაკავშირებით იქნება ეს ერაყში, ავღანეთში, თქვა კიდე ბევრი სხვა გამოცდილება 63 წლის ჩილე, 53 წლის ირანია. აქ ყველა ამ ოპერაციაში ხო კუბის წარუმატებელი და ასე გუშინ მოუყევით ხათაშორის მაყურებელს Newsweek-ს ქონდა ვრცელი სტატია. კი და აქ ამ ყველა ამ ოპერაციაში ამერიკის ჩართულობა რეალურად სხვადასხვანაირი იყო, ხო და სხვადასხვა დოზით იყო. ხო მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ 73-ში თქვა CIA-მ ჩილეში რაღაცა ესეთი გადაწყვეტი როლი ითამაშა ამ ალიენდეს დამხობაში, ეს ასე არ იყო. დღეს დოკუმენტები ამას აჩვენებს. თქვა, რას ვერ ვიტყვით იგივე ირანზე, როდესაც მოსადაყი ჩამოგწეს. იმის თქვა მინდა, რომ აი ამ ოპერაციიდან ოპერაციამდე თქვა ამ ყველა ეს საჯარო წარმოდგენაში არის გამეფებული ეს ისე, რომ ყველგან ამერიკის ხელს ხედავდნენ ამ ყველაფერს უკან, რაც ხშირად ესე არ იყო, ეს მასალის ვარზს ყოფილა, მაგრამ თავის მხრივ ეს ოპერაცია თქვენ თუნდაც ახსენეთ თქვენ შესავალ სიტყვაში განსხვავდება იმისგან, რაც წარსულში გვინახავს. ხო, ჯერ ერთი რომ თქვა ეს არის კლასიკური რეჟიმ ჩეინჯ ოპერაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ, რომ ერთი ადამიანის დაკავებით და მოკვეთ ეს თითქოს ერთი თავი კონკრეტული, მაგრამ სისტემა დარჩა. ამ ეტაპზე ყო. ასაც ვერ ვიტყვით იგივე ერაყის კამპანიაზე, რასაც პრაქტიკულად იმას, რომ სისტემა მაშინ დაანგრიეს პრაქტიკულად ეს დებასიფიკაცია დაიწყეს ერაყის, სწორედ ეს მიიჩნევა იმის გამოწვევისას, რაც შემდეგ ერაყში განვითარდა, ეს იყო პრაქტიკულად ესეთი მძიმე სექტარიანული დაპირისპირება შიიტებს და სუნიტებს შორის, ქურთებს შორის, მძიმე რაღაცა შესაძლოა ეს უფრო სწორი ვერსია იყოს. თუმცა იქ რეალური ცვლილებების მოსურნეებისთვის უფრო ცუდი პერსპექტივა. ხო, ანუ აქ საუბარი არის იმაზე, რომ თქვა იგივე ერაყშის პრობლემა რა იყო, ხო, რომ არსებობდა შიიტური უმრავლესობა, რომელიც ბაასის პარტიის მმართველობის აწეულების განმავლობაში იყო ჩაგრული აი ამ სუნიტური უმცირესობის მიერ, არსებობდა ბუნებრივი დაკვეთა მას შემდეგ, რაც სადამის რეჟიმი დაემხორო სამართლიანობა რაღაცნაირად აღდგენილიყო და რაღაც ბევრი შეცდომა დაუშვეს. ამით შეცდომა რაც რომ გამოაჩინა, რომ ეს შეცდომა იყო, ხო თქვათ, რომ არმიის დათხოვნა, ამდენი რაოდენობით პროფესიონალი მზვერავების, სამხედროების დათხოვნა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მათი უმუშევრად დატოვება პრაქტიკულად გადაიქცა, შემდეგ სწორედ ეს ხალხი გახდა იმის ბირთვი, რაც შემდეგ გადაიქცა ისლამურ სახელმწიფოდ სირიასა და ერაყში, ხო, ანუ ამ თვალსაზრისით ეს შეცდომა იყო, როგორც ჩანს, მაგრამ იმ თავის მხრივ ისედაც არასწორი არის თქვათ ერაყთან პარალელის გავლება. თუ მაინდა-მაინც პარალელი უნდა გავალოთ რამის გავსი ოპერაციებიდან ამერიკის ისტორიაში, ეს არის ალბათ ყველაზე ახლოს ზუსტად თარიღში პანამაში 35 წლის წინ განხორციელებული ნორიეგას ჩამოგდების ოპერაცია, თუმცა იქაც მნიშვნელოვანი სხვაობაა, ხო, ეს არის ყველაზე ზუსტი ანალოგია. ყველა ზუსტი ანალოგი სწორედ ეს იქნება, თუმცა აქაც ისევ სხვაობაა, ხო, ანუ იქ პრაქტიკულად შეჭრა განხორციელდა სამხედრო გზით, რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო განლაგდა პანამის ტერიტორიაზე, პანამა 10 ჯერ უფრო პატარაა მოსახლეობით, დაახლოებით ამდენივე ჯერ უფრო პატარაა ტერიტორიით ვენესუელაზე, 23 ამერიკელი გარდაიცვალა, კიდევ უფრო მეტი თქვათ პანამელი და ორი კვირა მანუელ ნორიეგა, რომელიც თავის დროს სხვა შორის ცენტრალურ სააგენტოს თან დაკავშირებული აგენტი იყო, სამ პრეზიდენტი გახდებოდა პანამის, ორი კვირა იმალებოდა ვატიკანის საელჩოში და რაღაცა ესეთი ექსპერიმენტალური მეთოდით, რომ როკ მუსიკა, ხმამაღალი მეტალ მუსიკა ქონდა ჩართული მის ირგვლივ და პრაქტიკულ იზოლაციაში მოაქციეს, ორი კვირის შემდეგ ის დანებდა და წარსდგა ამერიკული მარსაჟულების წინაშე, მაშინ როცა აქ ნახეთ ძალიან ესეთი, როგორ თქვა, წერტილოვანი, მიზანმიმართული, უნიკალური ოპერაცია და ნამდვილად უნიკალური, ხო, ანუ ხა, როდესაც
თქვა 150 თვითმფრინავი მონაწილეობს რაღაც სამხედრო ოპერაციაში და ამ ყველაფრის გაკეთება ისე შეგიძლია რომ თქვა არანაირი დანაკარგი არ განიცადო არ თქვა აღჭურვილობის თვალსაზრისით არც ცოცხალი ძალის თვალსაზრისით მარტივი ფაქტია რომ მსგავსი სირთულის და კომპლექსურობის ოპერაციის განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატების გარდა დღეს მსოფლიოში არავის არ შეუძლია. ეს იქნებოდა ყველა ზუსტი პარალელი ვიდრე ერაყი. და აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რასაც მე ყურადღებას გავამახვილებდი ჩემი ეს და რასაც შეიძლება ქართულ მედიაში ნაკლები ყურადღება ეთმობა, ეს არის მარკო რუბიოს როლი. ხო, ანუ თუ კი ერაყში და ავღანეთში არსებობდა რეალურად რეგიონის ცოდნის პრობლემა და ამ ცოდნის დეფიციტი. ხო, ანუ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაშიც ძალიან მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ რომლებიც ვერ გეტყოდნენ თქვა რა განსხვავებაა სუნიტებსა და შიიტებს შორის. რატომ არის მათ შორის დაპირისპირება და რა თქვა ქვედადინებები და ამ ხრივ რუბიო არის ადამიანი, რომელიც თქვა კუბელი ემიგრანტების შვილი არის, ესპანური არის მისი პირველი ენა, ეს რეგიონი არის მისი ბუნებრივი თქვა საქმიანობის სფერო, რომელზეც მუშაობდა როგორც ჯერ კიდევ სენატორი და მანამდე თქვა როგორც მაიამი ფლორიდის საკრებულოს შტატის კონგრესის სპიკერი თუ ასე შემდეგ, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ჩვენ ხედავთ რომ თქვა იგივე ერაყთან თუ შევადარებთ, მისი როლი არის პრაქტიკულად გამოკვეთილი, ხო, ეს მისი პორტფელი გახდა რაღაცნაირად თან იმ პირობებში, როდესაც თქვა ქორობის გამოვლენის მაინდამაინც დიდი არეალი მას არ ეძლევა შესაძლოა რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით. ამ პირობებში ამ ქორობის კანალიზაციის როგორ თქვა რაღაც მიმართვის მთავარი რაღაც ობიექტი სწორედ ხდება ლათინური ამერიკა და ეს ნახევარსფერო მთლიანად და სწორედ მას ჩაბარდება იგივე პრესკონფერენციაზე თქვათ ტრამპმა აღნიშნა რომ მარკო რუბიო უხელმძღვანელებს ამ ეფორტს, მაგრამ თავის მხრივ ეს ძალიან განსხვავებულია, ხო, ანუ ჩვენ ხედავთ რომ პრაქტიკულად მათ ვარი თქვეს რაღაც ესეთ სერიოზულ ყოველ შემთხვევაში მყისიერ ცვლილებებზე, რომელიც მათი აზრით რამდენადაც ხვდებით, გამოიწვევდა უფრო მეტ დესტაბილიზაციას და შექმნიდა როგორც ამ სტატიაში არის ეს არის უსაფრთხოების სადაზვერვო ცნობების მივიდნენ ამ დასკვნა. ხო, ანუ აქაც იგივე რთული სავარაუდო არაა, ხო, თქვათ იგივე ერაყში მათი გამოცდილება არსებობს, თქვათ რა რითი მთავრდება ის, როცა შენ ამ ქვეყანაში თქვათ რაღაცა მართლ მანამდე გაბატონებულ რეჟიმს ამხო, რომელსაც ინსტიტუტები სრულად განადგურებული აქვს და არსებობს რაღაცა მისდამი ლოიალური ინსტიტუტები, მარტო დარჩენილი იქნება ეს არმია თუ სხვა ძალოვანი უწყეები, არა რთული გამოსასწნობი, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შენ ამ არმიას დაშლი, ხო, ანუ არის ეგეთ ცნობილი ციტატა არის პოლ ბრენერი, რომელიც ერაყში დაინიშნა თქვათ აი სწორედ საოკუპაციო ადმინისტრაციის დირექტორად და რომელმაც განუცხადა მის მრჩევლებს ბაღდადში, რომ ეს არმიის დაშლას აპირებდა ამერიკიდან ვაშინგტონიდან წამოსული ბრძანებით, მას უთხრეს, რომ დღის ჩასვლამდე ამ ქალაქში 500,000 ახალი მტერი გვეყოლება და სწორედ ესეც მოხდა, ხო, ანუ ეს ჯარისკაცები რეალურად და ეს რაღაცა სადამის რაღაცა შუა ოფიცრობა ან ასე შემდეგ გახდა შემდეგ უკვე თქვა და აჯანყების და სექტარიანული ომის მთავარი მონაწილეები და ორგანიზატორები გახდნენ. ამ თვალსაზრისით ხედავთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც მინიმუმ ამ გაკვეთილს ითვალისწინებენ, რაც მათ ერაყში მიიღეს და მე ვფიქრობ რომ უფრო ჯერჯერობით რაც ჩანს ეს არის უფრო ნელი გარდამავალი თქვათ რაღაცა ესეთი ეტაპია და აქ თავისი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, ხო, ანუ თავარი მათთვის ამ ეტაპზე არის რომ ანუ ეს ოპერაცია თავისი ვიწრო გაგებით იყო ძალიან წარმატებული, ეს უდავოა, ანუ თქვა რაღაც მიზანი დაისახეს, ეს მიზანი შესრულდა დანაკარგის გარეშე ძალიან ეფექტურად, ძალის დემონსტრირებაც მოხდა, სიგნალიც სხვებთან გაიგზავნა და ეხლა მათთვის თავარი ამოცანა არის რომ ეს არ გადაიზარდოს ისეთ ვითარებაში, როდესაც მათ მოუწევთ თქვა რაღაცა რამდენიმე ათეულობით ათასიანი სამხედრო კონტინგენტის განლაგება და შემდეგ უკვე თქვა სხვა რისკებთან დაშვებას პრინციპში მოხდა, მაგრამ მოხდა დაშვება და ესეც ძალიან სერიოზული გამონაკლისია, თუმცა ესეც უნდა თქვა რომ ტრამპი ახსოგი ამას იზოლაციონის ეძახის ზოგი სხვა რაღაც ტერმინს იყენებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვა, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ტრამპი ყოველთვის ტოვებდა რაღაც ღია კარს ვენესუელასთან მიმართებით. მაშინ, როდესაც ეს ღიად ამბობდა, რომ ჩვენგან შორს არ უნდა ჩავერიოთ, არ უნდა ვასწავლოთ სხვებს ჭკუა, არ უნდა მოუხვიოთ თავს ჩვენი პოლიტიკური სისტემის უპირატესობები, ის ვენესუელასთან დაკავშირებით ყოველთვის ტოვებდა კარს ღიას. თუმცა პირველად ითქვა, ყოველ შემთხვევაში ჩემი ხსეირებაში არ არის, რომ პირველად თქვა, რომ მათ არ გვეშინია ამ
რაღაცა სამხედრო ნაწილების განლაგება უშუალოდ ვენესუელაში, მაგრამ თუ დააკვირდებოდით მის გზავნილებსაც ამ პრესკონფერენციაზე, სხვების გზავნილებსაც მის ადმინისტრაციიდან, ისინი აი ვენესუელის საკითხის და მადუროს დაპატიმრების საკითხს ცდილობენ, რომ დაუკავშირონ და ყოველთვის ხაზს უსვამენ ამერიკის შიდა პოლიტიკურ და შიდა ეკონომიკურ თუ სოციალური უსაფრთხოების საკითხებს. ხო, ანუ ისინი იგივე ტრამპის თავის გამოსვლაში სულ ამბობს, რომ მათ ციხეები დაცალეს და ჩვენთან ქვეყანაში გამოუშვეს, იქ რაღაცა მენტალურად დაავადებული ხალხი შემოუშვა ბაიდენმა, ნარკოტიკები, ფენტანილი, ასე შემდეგ. ის მაინც ცდილობს, რადგანაც მისი ბაზა არის საკმაოდ ესეთი იზოლაციონისტური და მას აი თავის ბაზასთან, რომელსაც ეხლა სერიოზული განხეთქილებები იყო აქამდეც და გააჩნია როგორ განვითარდება ეს მოვლენა. ახლა ჯერჯერობით ეს წარმატებულია, მაგრამ არავინ არ იცის, ხო, ანუ ახლა იგივე კი ვთქვი, რომ ერახთან შედარება არ არის თადმართებული, მაგრამ თან არ არის გამორიცხული, რომ გეოგრაფიულად ვენესუელაში დასრულდეს ეს ეტაპი. ხო, ანუ ესეც თავადაც ახსენებს კოლუმბიას, ახსენებს კუბას. კი, ახსენებს გრენლანდიას, ხო, ანუ აქ ეს არის რომ რეალურად მისთვის მაინც ძალიან მტკივნეული იქნება თქვა ესეთი რაღაცა ისეთი კამპანია რომ წარმოვიდგინოთ როგორც თქვა ობამას ჰქონდა თუნდაც თავისი პირველი ვადის მიწურულს ავღანეთში როდესაც უშუალოდ გაიზარდა კონტინგენტია რაღაც მსგავსი ეს ტრამპისთვის იქნება ბევრად უფრო მძიმე გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე რომ თვითონ აი ამ ანტი უსასრულო ომების პლატფორმაზე არის მოსული და ხედავთ რომ მათ რაღაცნაირი შუალედური მოდელი მოიფიქრეს, როდესაც ქვეყნის გარეთ არის განლაგებული ეს თქვა რაღაცა სამხედრო საზღვაო დაჯგუფება თავისი საავიაციო შემადგენლობით და აი ამ ზღვიდან პრაქტიკულად ისე რომ ხმელეთზე ოკუპაციას არ ახერხებენ და წერტილოვანი დარტყმებით ისინი ცდილობენ რომ სწორი მიმართულებით მათთვის საჭირო სწორი ხელსაყრელი მიმართულებით წაიყვანონ ქვეყნის კურსი და ისინი ხედავენ რომ თუ ამისთვის თქვა შეიძლება დელსი როდრიგესი იყოს შესაძლებელი კანდიდატურა რაც უფრო ნაკლებ დესტაბილიზაციას გამოიწვევს იმ გზით სწავლენ რაც უფრო ნაკლებ რისკ შექმნის იმის რომ იქ ჯარები განლაგდეს ამ ეტაპისთვის როგორ ჩამოყალიბდა ამ ოპერაციის მთავარი სამიზნე პერსონალურად გავიგეთ, მაგრამ ეს თქვით რა არის? ნავთობი? ნავთობიც არის, მაგრამ აქაც მე მგონია რომ გააჭარბებული ყურადღება ეთმობა ამ ნავთობის თემასაც, შეეძლო თვითონ ადმინისტრაციაშიც არ ვიცი ხა რამდენად ეს არის. ყოველ შემთხვევაში მე რაც მინახავს შეფასებების და დამოუკიდებელი წყაროებისგან არის რომ თქვა რაღაც პიკურ მაჩვენებელზე რომ გავიდეს ვენესუელა, იმდენად ცუდ მდგომარეობაშია მისი თქვა სანავთობო ინდუსტრია და პიკური მაჩვენებელი არის რაღაც დაახლოებით 3.5 მილიონი ბარელი დღეში. ამისთვის საჭირო იქნება რაღაც ბევრი მილიონი, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია და დაახლოებით 7-8 წელი. ხო, ანუ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას ექნება ესეთი ყისიერი სწრაფი ეფექტი. მე მგონია რომ ეს ნავთობზე მეტად რეალურად არის ან თქვა პოლიტიკურად რაღაც თავისი ამ გზავნილის გაგზავნა სხვების მეტოქეების მიმართ და გარდა ამისა მისთვის ტერიტორიის შემი ლოიალისტებით უნდა იყოს და ასევე ისიც რომ ტრამპისთვის ვენესუელა რეალურად რაღაც დაუმთავრებელი ბიზნესია ხო ანუ პირველი ვადიდან მოყოლებული პრაქტიკულად მას ჰქონდა ეს მცდელობა მაშინ თქვენ გახსოვთ რომ აღიარა მან ალტერნატიული ლიდერი სხვა შორის ამ გადაწყვეტილებაში რამდენადაც ვიცით მარკო რუბიოს როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ მაშინაც განიხილებოდა არსებობს შორის ვიდეო წინავადის, როცა მადურო ეუბნება რომ თუ გაქვს სამის თავი მოდი და შემიყარი. ხო, ანუ ეს ცოტა როგორ თქვა, გათავისუფლებული იყო იმ პერიოდში და მაშინ სხვა შორის რუსეთის მონაწილეობა ამ მადუროს გააჩენის ოპერაციაში რაც გამოიხატა იმით რომ რაღაც სამხედრო სატრანსპორტო Il-76 გაგზავნეს ვაგნერელების შემადგენლობით და რაღაც იარაღი მაშინ მიიჩნევა რომ გარდამტეხი როლი შეასრულა ამ გუაიდოს მიერ მადუროს რეჟიმის დამხობის მცდელობაში და მაშინ ეს საბოლოოდ ჩაფლავდა ტრამპის ადმინისტრაციისთვის და მისთვის დღეს ესე იგი როგორ თქვა მადუროს ამბის დასრულება არის და ეს დაუმთავრებელი ბიზნესი იყო მისთვის და მისთვის ეს ბიზნესი დამთავრდა მე მგონია რომ მე ვარ დღეს ასეთი ხო ანუ მე მგონია რომ ნავთობზე მეტად თან რეალურად თუ გავითვალისწინებთ რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებს ანუ საკმარის ნავთობს აწარმოებს ამ სოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია მართალია უმსხვილესი მომხმარებელიც არის ამავდროულად ბევრი არჩევა თქვა ექსპორტისთვის და იმპორტი შეიძლება ჭირდებოდეს, მაგრამ არ არის, თქვათ, ვენესუელას ნავთობის გარეშე ამერიკის შეერთებული შტატები იცხოვრებს ჩვეულებრივად. ეს არის კრიტიკული საკითხი. ეს უფრო მეტად არის აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების და თქვათ აი ამ ახალ რაღაცა ერაში გადასვლის მანიშნებელი და იმის მანიშნებელი, რომ
მას სურს პოზიციონირება როგორც პრეზიდენტის, რომელსაც შეუძლია, რომელსაც აქვს უნარი გამოიყენოს ძალა მისი მოწინააღმდეგეების წინაშე და რომ ის მოქმედებების ადამიანია. ხო, ანუ ის მას უფრო კარგად ესმის ამ თვალსაზრისით მე ვიტყოდი, ვიდრე წინა ადმინისტრაციას შეკავების მნიშვნელობა და შეკავების, როგორ თქვა, არსი. ამ თვალსაზრისით ისინი უფრო კონსერვატორულ გაგებას მიუყვებიან.